არ იყო ბავშვების უსაფრთხოება დაცული, ვინ აგებს პასუხს? რა უსაფრთხოებაზე ლაპარაკობ? როგორ არ გწხვენი ამ კითხვას რომ მისვავ მთელი კოლექტივი ამ ბავშვებზე ვზრუნავ? ეზო რო გაცელილი არ იყო, ეს არ არის პრობლემა. ქალბატონო დაცული რომ ეზოში გველი იყოს. ვინ არის ამისგან დაცული? ბავშვები თამაშობენ ამ ეზოში. მითხარი ერთი ვინ არის ამისგან დაცული? მასწავლებელს რო უყურია, არ არის. არ იყო ბავშვების უსაფრთხოება დაცული, ვინ აგებს პასუხს? როგორ არ გწხვენია ამ შეკითხვას რომ მე? მთელი კოლექტივი დღეს ამ ბავშვების უსაფრთხოება ქალბატონ ხათუნას ვესაუბრე და არ იყო ბალახი გაცელილი და ამიტომ იყო გველი. გადა მანქანის ქვეშ გამოძვრა ვინ არის ამისგან დაცული? ანუ ეზო რო გაცელილი არ იყო, ეს არ არის პრობლემა. ეზოს გაცელვა შეიძლება გაგვიანდეს საკუთარი ზგრე ბავშვები თამაშობენ ამ ეზოში. ეზოში მე რომელიმე ბავშვი ყვინა და მასწავლებელს რო უკბინა, არ არის. ქალბატონო, რატომ ალავთ? ვასკიტარი მტარი ვასკიტარო არის იყო ეს სიმღერა არის რა მითხარი? ვასკიტარო აი ეს ღამის პიჟამო რატო გაცვია? ცუპთაის არის ტილო. ანუ ბოლო ორი გადაცემა ისეთებს იცმევ, ანუ ტირილი მინდა. მითხრესო ძალიან მიხდება სტრესტაილ. როგორ? სტრესტაილ. საწყალა შენა. გადაცემა სარკასტიკა გახსნილად გამოგვიცხადებია. იცი როგორ ვაცხადებთ უკვე ამომწარებული რომ ოღონდ წავიდეთ დასასწრება და გახსნილო ისე მცხელა. ეს თმები ტილების დაყრის საერთაშორისო დღე გვაქვს თუ რატომ? კაი შევიკრა მე. რა სალონში ხარ შეჭება? დღეს ვიყავი სალონში. ისე გამალამაზეს რო აი. გნახე სხვათა შორის. არა, სტუდია დავიკია. დეგენერატი ხარ. როგორ ყველა მეტერებით რომ აი ჩემი თმა შევიწრა. აი რორი. რასაუბ თან ახლა რაც საფერო შამპონები. ისედაც რამდენ რაღაცას იწერებიან და კიდე თმა გვინდა ახლა გადაცემაში. რაც საფერო შამპონი თმას ვიბან იმის მერე. სხვათა შორის მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სპონსორია საფერო, რომელიც არის ქართული ბრენდი და ბუნებრივი ინგრედიენტებით ქმნით სახის, თმისა და სხეულის მოვლის საშუალებებს ჩვენი სილამესა და ჯანმრთელობისთვის. რადგან სპონსორები დაიწყე, აქვე გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია ენერგეტიკული სასმელი ხანგრძლივი ენერგიისათვის საუკეთესო ინგრედიენტებითა და ევროპული ტექნოლოგიით შექმნილი. წარმოებულია საქართველოში წყალი მარგებლის ქარხანაში და ეს არის ბუღა. თმა კარგად თმა აქვს. კი, დავამთავრეთ ტილების ყრა. კი. ასევე მეგობრებო, გეტყვით, თუ ჩვენ არის კაი გადაცემების ჩაწერა გინდათ, მიმართეთ podcast points. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი, რომელიც არის ამიერკავკასიაში უდიდესი ჰიპერმარკეტი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ლამინატი, კაფელ მეტლახი, კედლის ნებისმიერი საფარი და სხვა სარემონტო სამშენებლო მასალები. მიჰაუსში ასევე შეგიძლიათ ნახოთ საინტერესო არჩევანი თქვენი სახლის მოწყობისათვის. კარგი. ჯერ არ დაწყებულა გადაცემა და მეორე ქილას ასწავლე. ისეთი გემრიელი იყო. ერთი ეგრევე ჩავცალე. კაი, მოდი განწყობაზე რომ მოვიდეთ, ვიპოვე ვიდეო. მე ვაფრენ რომ მე ვპოულობ რაღაცა ღლიცინა ვიდეოებს ამ ხელა ასაკის ადამიანს, იცი? ვინ არის? მაყურებელმა შეგიძლია ნახოთ ახლა. ვამილისის ქვეშ არის. ის კაცი. მე ვფიქრობ, რომ ეს ბედნიერების ნოტები ჩვენ გადაცემაშიც უნდა გავამეოროთ. რატო გადაწყდა ის? ქერა რო ხარ, ის გალიშე ხარ? აკვები კაცო თან მიდე. არ ჩამარტყა ცხვირში. წავიდა. შეჩემ ისე იჭერგე. ხა ხიხი. ის კაცი საიდან მოვიყვანა, შეშინებული კაცი. მოდი გეხოცები კატი დადექი უკან რა. კატა საიდან მოიყვანა. მიდი. ხა ხიხი. ხა ხიხი. Everybody vanilla. ეგრე არის და მაგრა თქვი. ეგრე არის ძაღის ბიჭო. აი მახსოვდა მოიწე 1-3. დავიდა ჩარტი. მოიწე.
ხო ხა ხა ხიხი ხო ხა ხა ხიხი Everybody singing laugh. Everybody singing love. Წავიდა. ხო ხო ხა ხა ხიხი ხო ხო ხა ხა ხიხი ხო ხო ხა ხა ხიხი Everybody singing la 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 ხო ხა ხა ხიხი Სუკაფო ის კაიჯანდა და ჩუ ეს კაი გამახსენდა ნიჩეში რო გამოდიოდა იცი არა ეს რა წაკეთებს აი ეს კალია რაღაცას იმის ბედნიერების განწყობის კოუჩი ხო და მე განახებ ჩვენ სხვაგვარი ვართ ბედნიერების განწყობის კოუჩები ვართ მე განახებ ეს გამოდიოდა იმაში რა ქვია ნიჭიერში თუ X-Pack ნიჭიერში და აი მიკაცინებს ხალხს აი სტილისგან გაიგუტები მეგობრებო აქვე მინდა შეგახსენოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი YouTube არხი რომელიც ამონათდება ეკრანის რომელიმე კუთხეში აუცილებელია ჩვენთვის YouTube-ში გამომწერები რადგან თუ გსურთ რომ მიარსებოს ამ გადაცემა მაშინ ჩვენ გჭირდება თქვენი ხარდაჭერა ძალიან გსურთ რომ გადავიდეთ 100,000 გამომწერდე და ჩამოგვიდეს ვერცხლის დაფა და მე ჩავაბარო და გადაცემას მოვახმაროთ ეს თან. დავყიდოთ. კაი, სანამ ზარებზე გადავალთ, კიდე ერთი თემა მაქვს მოძიებული. ჩვენ დროში ძალიან ჭირს ფინანსურად რომ იყო ძლიერი რა, ანუ აი ყველაფერი მაქვს ნახე, სექსუალური ურთიერთობისთვის ტორეო მაქვს, სიწყნარისის სიმშვიდის კაი განწყობისთვის ვამელისი მაქვს, სანდომი მაქვს საჭმელად, ბუღა მაქვს დასალებად, ერთადერთი მაგ გასაფულებად. 20 მაქვს გასაფულებად, ერთადერთი ეხა მაკლია ფინანსები. ხო და მოკლედ ვიპოვე ესეთი ვიდეო. აბა. ეს როგორ თქვა, მოძრაობები გიხსნის ფულის კარს. რა სიძახი? ხო. და ეს უნდა გააკეთო ყოველ დილით. ისე სხვადასხვა ეგეთ რაღაცების მჯერა იცი? ხო და ეხლა გავაკეთოთ თუ გააკეთებ? რა, შენ რა არ გინდა ფული? მე მაგ ამის ამ გადაცემის ხელმძღვანელი ვარ. შენ ხელფასზე ხარ, ხო? კაი, გავაკეთოთ. მოკლედ, ჩვენთან ერთად გაიმეორეთ, ეს ყველაფერი ხა ვიდეოს გავუშვებთ და ჩვენთან ერთად გაიმეორეთ ფულის მიზიდვის გამხსნელი ილეთები თუ რა მოძრაობები, აი ეს არის. რა საკეთებ? ჭიხვინებს თუ რა არის? და ვაკეთებთ ფულის მიღების ჩაკრებს თუ კარს არ ვიცი. მიღების მიზი მოზიდვის. აშალე ფეხები ესე. მიდი. შეჭემა არა. ესე დგები? როგორ? მიდი მაგ ფული. ფეხების გადაშინა. დაიჭირე ესე. აი, ბუგადაში ფეხზე ვიღაცა მოგვარდება და ბუგადაში. მარტო უნდა აკეთო შეკარატინო, მიდი. არა, ჯერ დაახველე და მერე გადადე. არა, მე რიოს უარ წამართო ფული და. მიდი, მიხირავ ხარ, მიდი. გადაშილილი არ დაფეს. მიდი. მან ტელეფონის ნომერს დავუგირათებ ღამის საათებში. აი, დრაქსი. რა კაია ცხოვრება ვამელისთან ერთად. აი, ღებულობ და უდარდელად ვარ. აი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აი, ჩვენი ცხოვრება არის უდარდელი რა. აი, ხიხი ხახა. შვიდი ღამე გინდა, ძილი გინდა, სიმშვიდე გინდა, სტრესი არ გონდეს, სპორტი არ გონდეს, ვამელის მივირთმე ბედნიერი ვარ. ინსტრუქციები წაიკითხეთ, ბევრი კიდე სხვა თვისება აქვს მას. გადავიდეთ? ზალები. გადაცემა სარკასტიკაში ზალების დროა! მოდი პირველი ზარი, გამოდი, გაგვიმარჯოს, ბუღასთან ერთად გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. პირველი ზარი იყოს
თიკაფაცაცია. მურეკავთ რომ უყვარს მას განსხვავებული დიზაინის ფეხსაცმელები და ვიშთომ შუს 54-ია და 46 ზომა ფეხსაცმელები მოვიტანეთ მისთვის. ალიო მithmet თიკა გამარჯობა როგორ ხართ გამარჯობა კარგად მადლობთ იცით გვანცადარასელია მომცა თქვენი ნომერი მეგობრობ მე მაქვს ფეხსაცმლის მაღაზია big size ქალის ფეხსაცმელებია და ვიცი თქვენ გაქვთ ფეხის ზომა 46 და მივიღეთ თქვენი ზომა ფეხსაცმელები და გვინდა საჩუქრად გადმოგცეთ 46 არა არა გაიცემ გვანცას მოვკლავ 46 ქალის ომარსება ხო და მე კიდე შევუყვეთე რომ მეთქი 3 ცალი მაქვს ფერებში ვაიმე გავგიშდები რეტა რა მითხრა 16 ხო არ მითხრა 42 მაგაც ეს არის ნაკლებები თუმცა 46 ქალის ფეხსაცმელი ხო არსებობს ოღონდ არ დამაბრუნებილო უკან და თან წინ დახურილე ნასკები რო ჩატენო და ჩაიცო ჩემო ლამასო იქნება და კარგი იქნება წინდებზე გამოტენილი ცხვირებით ჩავიცო. გამოგიგზავნოთ და იმე აი ოღონდ აი თან ის არის მე მენეჯერად მუშაობ და რო გაიგოს ჩემო უფროსმა რომ ზომა შემეშალა მომკლავს. იცი რა არის ძალიან კარგად გამიხვეწე შენ ეს ქალის ხმა. ძალიან კარგად დამიხვეწე ხო? აი ისე უკვე რომ მივხვდი მე კიდე დიდხანს ვაკვირდება. აი ხოჩა. უკვე კლასი. მე ჟენინა ნახო მე რო ხო იცი სარკესთან მდგევარ თან ქალის ხმას ხო ლაპარაკობ და თან მე ვიწერ ამ იმას ნალაპარაკებს და მე ვუსმე რამდენად ქალის ხმა. და კარგად მიდიხარ ხოჩა. თიკა გვიყვარ დიდი მადლობა არ მძინავს სამჯერად ხო ხედავ ვარშა გაგითვალის გავთვალეთ რომ ცოტა ადრე დავრეკე ვიცი 10-ზე უკვე იძინებს და ხა მომჩი გადაღება და ვიფიქე ვინმე რეკავდა თქო და არ დაგირე აი 3.46 წვილი ფეხსაცმელი სამი მაგ პარიკები ფეხსაცმელები ექსკლუზიურად არის თიკა კოცნით პაკა პაკა დაურეკოთ ახლა გია ბაღაშვილი ეს არის იუმორინას დამაარსებლის შვილი ახლა მე მგონი გადაეცა უკვე მემკვიდრეობით ეგრე ხდება მაგათი მომღერალი და ტელეწამყვანიც არის ესე დამატებით და უთხრათ რომ ჩემ შვილს აქ დაბადების დღე და გვინდა რომ თლიანად მთელი გუნდი მოვიდეს და მიულოცოს დაბადების დღის სიმღერა უმღეროს ხედავ ჯერ შვილი მიიყვანა როიალზე აკვრევდნენ და უცბად და ისე და ბავშვი შენ ხარ 2 წლის გია ბაღაშვილს ურეკავთ. ეხლა ეს მიიყვას თავის შვილს და იქამდე თუ იუმორინა მიარსება, კარგად თუ ეს. ალო. ალო, გია მინდოდა? გია ვარ. გია გამარჯობა, ერთი რაღაცა თხოვნა გვაქვს ჩვენ. ჩემ ბავშვს აქ დაბადების დღე და თანხასაც გადავიხდით. ძალიან გიждდება თქვენ გადაცემაზე იუმორინაზე და გვინდა რომ მთელი გუნდით მოხვიდეთ და მიულოცოთ, უმღეროთ დაბადების დღის სიმღერა, თუ არის შესაძლებელი. ოდის რომ მოხდია ვისვე საუბრები? დავით. არის ასეამონოა. ხოდა არაფრის თანხის გადახდა საჭირო არ არის ჩემოდმაო. მილოცვით, მიულოცავთ. არა, ადგილზე გვინდა რომ მოხვიდეთ დაბადების სახლში რაღაცა და მთელი გუნდი და რომ უმღეროთ და დაუკრათ და ყველაფერი. ეგ არ ვიცი რამდენად გამომეჭება, მაგრამ აი ვიდეო შაგიწევთ, შემოგარგო და მოეფერებით სახელით მითხარით. და გამოგიგზავნით გიგენასოლო შემეთავეთ. ედიშერი ქვია. 2 წლის არის. 2 წლის არის და ედიშერი ქვია. კი ბატონო. დრო დაგავაპარაკოთ. დაბალაბარაკეთ. ედიშერი მიდი მამა. ალიო. ალო? ალიო. ალიო. გამარჯობა. გამარჯობა. ცხენია. რა ცხენია შეჭმო დაალაპარაკე. ცხენ. გამარჯობა. მაიცა. რომელი ხარ? ედიშერი. ოხ, ჩემი კაც.
სარკასტიკიდან მირეკავს. კია სალამი როგორ ახარ? ბიჭო, როგორ ახართ, როგორ? მაგარი იყო, მაგრამ მეთქი, იქნება და მართლა იგრია და. თან დაეჭვდი რომ ედიშერი. ედიშერი, ხო? მეგარ ედიშერი. დაეჭვდი რომ 2 წლის ბავშვი ეგრე როგორ მეტყოლებს, ხო? კარგია. კია, ძალიან დიდი მადლობა რომ გვიპასუხე. ვიდეოს მაინც ველოდები. ჩამიგდე ტელეფონი შეგიწერ ვიდეოს. გაიხარე გია, კარგად. კარგად იყავით. კარგად. კარგი დაწყება. ვისროთ აბა, პროტო ედიშერი 2 წლის. ალო, მერიდება. სიტყვა გამარჯობა და 2 წლის ედიშერი. 2 წლის ბავშვი საიტანძის მერიდება მწვენი. აშვებული 2 წლის ბავშვი. აი, მე ხო იცი ბავშვი. ტორეოს ღებულობ შენ. მე ხო იცი 9 თვის ვიყავი რომ გავიარე და 1 წლისა უკვე კარგად ვლაპარაკობდი. მაგას ვერავინ ვერ გავიგებთ, სანამ შენები არ მოყვებიან ამ ამბავს და არა, შენი. მართლა. და ეხლა რატო ვეღარ მეტყოლებ და რატო ვეღარ დადიხარ მაშინ? რატო გემართად? არა ძალიან. 2 დღე გაგიში ბათუმში. და როგორი აქცენტი ჩამოყვეთ. ვის დეგენერატო რა? აი რაღაცა. გამოჩნდება 2 დღე იყავის ბათუმში და აი აქცენტით მელაპარაკები. პარასკის ნეში. სად ლაპარაკობ? მაგ მეტყოლები დებილი ხო არა ხარ? და რუსულად რაღაცა წავიდე. აი მე. კაი. ეხლა დაურეკოთ მარინა ბერიძეს. ჩემი შვილი არ მიჯერებს. რას არ ჭამს საჭმელს და თქვენი ეშინია მხოლოდ იძახის რომ ბუა მოდის ტელევიზორში იქ დაელაპარაკოთ შვილი ისევ შენ ხარ ხო რა თქმა უნდა ეხლა სადაც გეშინია ბავშვი ხარ და მაჩვი კიდე რა ვიცი აი შეკიდა ვისთანაც იცი რათა გამოღამე ვისთანაც დარეკო არ მინდა მე მაწვდი ხომ ჩემი შვილი აქ მოდით ალო მარინა პრივეტ როგორ ახარ იქი რომელი ხარ? მარინა მე შენი გულშემატკივარი ვარ ჩემი ბავშვი არ ჭამს საჭმელს არასოდეს მაგრამ შენ რო ხედავ ტელევიზორში იძახის ბუა მოდის და ეშინია და შეგიძლია დაელაპარაკო რომელი ხარ ჩემო საყვარელო მეთქარ? ნინი ვაკელი ნინი აბაშიძელი ტელევიზორში სად ვნახა ტელევიზორში 2 წელია ტელევიზორში არა ვაიმე რასაც რთავს იძახის ბუა მოდის ბუა და ეშინია დაელაპარაკე რა ძალიან ეროსმი 2 წელია ტელევიზორში არა ვარ და ბავშვი რამდენი წლის არის ხალხმა გადაირიე 5-ის არა რა ვინახა რატომ ასატირებ არა მარინა нини ვარ აბაშიძელი Ара, вер давелапаракები რა უთხრა. У нас общее знакомство. Ну, люди там, поговори, ну, не нам. Ара, რაღაცა კომედიას ამბობ. მართლა 5 წლიდან 2 წელია ტელევიზორში არ გამორჩენილა. ეშინია. აი, რანაირად იძახის, ეხლა რო ბუა ვარ, ეხლა ნუ რა რეც ლაპარაკობთ. ბუა, მარინა ბუა, მეშინია კაც. აი, მართლა შეშინდა. გადაუვლის, შემოსაყვარელო, გადაუვლის. მარინა. უთხარით რა არა ვარ. მარინა გიორგი ვარ ნაზღაიძე თამაზ და სარკასტიკი და გიორგი. არა, როგორ გამიტრაკი. მარინა გვიხარ ხარ? მეც მიხარ ხარ, აი, მოდი გონო დამბავი რო დარეკოთ, ისთან დარეკოთ. ჯერა დაურეკეთ პიანინოს საწყობაზე. მაგრა გადარჩა ეს ბავშვის გინებას. მაგრა მეტი გარდი არ ქონდა ბავშვთან. ჯერწინაზე როგორ შემაშინდა, ვინ მე ვაწყობ იმას. მარინა გვიხარ ხარ ძალიან. მეც მიხარ ხარ. მადლობა რომ გვიპასუხე. ძალიან საყვარლები ხარ. კაი, გვიხარ ხარ, მიდი, პაკა. ჩვენც. თატრანი ხალია. გეშინია ხო რომ მოვიდეს აქ და მაგარი ჩაგდო. ხმაზე რა მამას ხრებ თუ ვინ ხარ? ეხლა მოდი დაურეკოთ ეკა მამალაძეს. და უთხრათ რომ წყალი ჩამოდის და რა მორწყეთ ესეთი აივანი. ალო? ეკა გამარჯობა როგორ ხართ?
კარგად? ეს სახში ხართ წყალი გადმოდის აივნიდან. აი მე? ხო. რა წყალი? აბა გაიხედეთ არ ვიცი დაბლა ჩამოდის და მეზობელს გამოვარტი თქვენი ნომერი. რომელ აივანზე კაცო გადამერი? გზის მხარეს. ჰა? გზის მხარეს. გზაზე არა, სად რეკავთ აბა? ეკა მამალაძესთან. მერე? სახში ხართ? ხო. ვაიმე ალბათ სხვისი აივნიდან გადმოდის წყალი. ერთი წუთით გადავრეკო. აივანზე ხარ. არა, გარე, უნდა მკითხო ინფორმაცია, არა, კუჭის ხართ, აი, შიგით ამხარია. შიგით ცხოვრობს. შიგით არა, შიგით ამხარეს არის აივანი. ძირი, აივანს გასდის ძირს. რეკა. ეხა ვუყურებ ძირიდან გასდის წყალი. სად რეებს ლაპარაკობთ, სად რომელ სახლს ვაკეზე ამბობ? კი, ვაკეში. თემი საიდან გამოდის? თქვენ ვინახართ, რომელ მეზობელი ხარ? მესამეზე ვცხოვრობ. ვიქტორ, აბა გაიხედე, საიდან გამოსდის წყალი? ახლავე. ვაიმე. კაი, 112-ში დავრეკა ერთი წუთით. ერთი წუთი რა აზრას 112-ში, სად აბა მაჩვენეთ, რომელ სახლზე? მესამე სართულზე? ეხა ვეჩაგი, კი, მე მესამეზე ვცხოვრობ და ზევიდან ჩამოდის. მე მეგონა თქვენი აივანი იყო. თქვენ მე რამდენიზე ხართ? მეხუთეზე, ხო? არა, მე მეოთხეზე ვარ. რომელ სახლზე ლაპარაკობ? გადამრი. აბაშიძე. 18-ია? კი. იცინით, ეხა რაღაც კაი რა, ვიმე. თქვენ ეხა მაიმუნობთ რაღაც. არა, ერთი წუთით გეხვეწებით, ვაიმე წყალი უნდა გადავკეტოთ. ერთი წუთით. გადაკეტოთ, ვერ გადაკეტავთ, იმიტომ რომ რაღაც სისულელებს იგონებთ. ეკა გამარჯობა, გადაცემა სარკასტიკა. ხთი. ვერ მომატყუებთ თქვენ მე. ეკა სახლი რატო იყო? მე ვიხურები აი. მე ეკა დაგვიყვარხა. ჩვენ მეგონა წნეთში იქნებოდი და აი დახვდი. წნეთში რაღაცა არა მაგარაკი გონია რომ წნეთში მაგ აგარაკი. მე მეგონა გქონდათ. ეკა ძალიან გვიყვარხარ, შვიდობიან საღამოს. შვიდობიან საღამოს გისურვეთ. პაკა. ვურეკავთ მსახიობ, ჩემი ცოლის დაქალების ერთ-ერთ მსახიობ ლელა მებურიშვილს. ვეუბნებით რომ ჩემი ცოლის დაქალები იწყება და ის სამწუხაროდ არ იქნება. ჰალო. ლელა მინდოდა? ვინ? ლელა. ლელა გამარჯობა, პირველ რიგში თქვენი გულშემატკივარი ვარ. მოკლედ იწყება ჩემი ცოლის დაქალები. ახალი სეზონი, თუმცა თქვენ აღარ იქნებით იქ. ვაიმე. იგი ხანია რო არ ვარ, რა მაგარია, როგორ მეხარია რო ახალი სეზონი იწყება. ძანკა მეკითხა. თქვენ არ იქნებით. აპუშავს. აი, ცოტა როგორ გვინდა რომ გამოგაჩინოთ. მოკლათ. პირველივე გადასერიაში და მე აღარ იქნებით. თანახმახარ? სერიაში რატო? აი, ესე გადაწყდა რომ პირველი სერიაში მოკლავთ და მორჩა. პირველი სერიის დასაწყისში თუ ბოლოში? აი, როგორ იწყება? როგორ? გასვენებით იწყება. ვაიმე. მე უნდა ვიყო ამ სერიაში თუ? კი, თქვენ გაგასვენებ. აი, მე რა საზიზღარი ხარ ვინახარ. პროდაქშენი მოყვება. ლელა. ჩემი გასვენება თუ ყველასი ერთად. არა, მე ღმერთმა 100 წელი გაწოწყლოს ლელა. 100 წელი გადაცემა სარკასტიკიდან გირეკავთ მე და თავ. მე ვხვდი რომ ვიღაცა მეგადავებოდა და სხვაგასე ბოროტი ხუმრობა არის. ხუმრობა მაინც. რა ვქნათ რაღაც ხოდეთ. ფილმია ხალხუნები და ხალხი. ფილმია, ხო, არ არის პრობლემა. მომავალში იმდენჯერ დაგირეკავთ. ე მარინა ბერიძე ამომწარებულია უკვე გვიკივის, რომ ნუ გამიტარაკეთ საქმე, ესე გვიყვერი. პაკა. კარგად. მე მომეწონა. გიორგი ჭოლაძე, ჭოლა კარდიოლოგი. ხო იცი კლინიკის სექს სიმბოლოს ეძახიან. კლინიკის სექს სიმბოლო გიორგი ჭოლაძეს ვურეკავთ კარდიოლოგს. ჭოლა არ არის. ამასაც ჭოლა უნდა, ამასაც უნდა რეჟისორობა. ეძახიან ჭოლა. გიო გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა გისმენთ. მე თქვენი პაციენტი ვარ და გულის გადაღება მინდა. დიახ, გისმენთ განაცხო.
როდის გამიშუქებთ გულს? უნდა ჩაეწეროთ. მე მეკონა რაც ერთმანეთი გავიცანით, მე არადროდ დავჭირდებოდა თქვენთან ჩაწერა. სამწუხაროდ ესე არის. უნდა ჩაეწეროთ. მე შენ ხმაზე ცუდად ხვდებით? როდის ჩავეწერო? ხვალ ჩაეწერეთ გენაც. როგორ გინდა რომ მალე მოვიდე. რომელ საათზე? რომელ საათზე? 10-დან მუშაობ. 10-დან. პირველი პაციენტი მე ვიქნები თქვენი. просто აგი ხა ვიმზადებით ეს მითხარით. თქვენი პაციენტი. ჩემო ჭრელთვალეო. რა გჭირჭროლა? ფერმიცანი? კარგი მითხარით ხა ვინ ხართ რეალურად? ნუ მაგიჯებ. ხატავთ მართლა ვერ მცნობ. აი გაუბრასნი, მე დაგირეკავ. დილიზაცაძე მივდივარ გული უნდა გავაშუქები. აქვე მინდა გითხრათ რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია ენერგეტიკული სასმელი ბუღა, რომელიც დამზადებულია საქართველოში, არის ცივი გამაგრილებელი სასმელი ცხელი ზაფხულისათვის, თუმცა არა მარტო ზაფხულში ძალიან კარგი არის. ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია სანდომი, კრეკერების, ტკბილეულობის, მარილიანი თუ შაქრიანი ჭხირების, მოკლედ სამყარო, სადაც ხარ ბედნიერი, იმიტომ რომ ამდენ გემრიელ რაღაცას მიირთმევ. კი. ასევე გეტყვით მეგობრებო, თუ ზაფხულში მოგზაურობა გაქვთ დაგეგმილი პარიზში, მიმართეთ გიორგი პარიზს და გექნება დაუვიწყარი და აი სათავგადასავლო და დატვირთული და ენერგიული დასვენება. პოცი ჩვენთან ერთად არის, ჩემი უგემრიელესი პოცი. და მიჰაუსი ჩვენთან ერთად არის, იმიტომ რომ რემონტი ვისაც გინდა, მშენებლობა ვისაც გინდათ, მიჰაუს შეგიძლიათ მიაკითხოთ, თან ფასდაკლებებია მუდმივად ამ სივრცეში. ასევე გარიავიჯი აქვს ძალიან მაგარი ტერასებისთვის. გადაცემა სარკასტიკაში სტუმრის დროც მოვიდა და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ქალმა, რომელმაც აი TikTok-ი დაიპყრო. არა მარტო TikTok-ი დაიპყრო, მთელი საქართველოს და საქართველოს საზღვრებს გაცდა. აი მე ჩემი სუბიექტური აზრით ვიძახი, რომ თუ საქართველოში ვინმე მახსენდება TikTok-ერი, პირველი მახსენდება ქეთი ეგიდუნა. შენ არა, მე დარწმუნებული ყველას ესე ახსენდება. და ჩვენი სტუმარი არის TikTok-ის დედოფალი, მომღერალი, მოცეკვავე, შოუვუმენი, აი შოუმენი, ძალიან შოუმენი. და იცოდი ადამიანი, რომელიც ყველაზე დიდ რეიტინგს დებს TikTok-ის ყველა ლაივში და ზოგადად ნებისმიერ სოციალურ ქსელში. წლები გადის და პირობებას მაინც ინარჩუნებს. გადაცემა სარკასტიკაში ექსკლუზივის დრო მოვიდა. ეს შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ არის ექსკლუზივი. ჩვენი სტუმარია ქეთი ეგიდუნაშვილი. მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სპონსორია. მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სპონდომი, ანუ სპონსორი. მეგობრებო, ჩვენი გადაცემის მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სპონსორია მიჰაუსი, ეს არის სივრცე, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ავეჯი თქვენი სახლისათვის, ასევე სამშენებლო სარემონტო მასალები, ასევე ჩვენი გადაცემის სპონსორია ენერგეტიკული სასმელი ბუღა, რომელიც ზაფხულის ცხელ საღამოებს გაგიგრილებს უგემრიელესი, რომელიც დამზადებულია საქართველოში. ასევე ჩვენთან ერთად არის ტორეო, რომელიც ამაზეც განუყოფელი ნაწილია და ვამელისი, რომელიც ამშვიდებს ჩემ ფსიქიკურ მდგომარეობას, იმიტომ რომ კონდოლებს იძახის თამაზა ყოველდღიურად. რაღაცა ძალიან გადავიღალი. ალბათ ჩვენთან ერთად არის და ჩვენი საფერო ქართული პროდუქცია, რომელიც თქვენი თმისთვის და კანისთვის არის იდეალური საშუალება, რომ გამოიყურებოდეთ ძალიან ლამაზად. ასევე ბოლოს გეტყვით, რომ თუ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ წახვიდეთ სამოგზაუროდ პარიზში, ჩვენი სპონსორია ასევე მოგზაურობა გიორგი პარიზთან ერთად. და ასევე პოცი ჩემთან ერთად არის, იმიტომ რომ პოცის გარშე ვერ წარმომიდგენი ამ უგემრიელესი რაღაცის. იმას ბოლი გაგტის რა. და ჩვენი სტუმარი არის ქეთი ეგიდუნაშვილი. ქეთი ჩემოლამაზო გაშინაურდი ბუღა შეგიძლია მიირთვა ძალიან გემრიელი ენერგეტიკული სასმელი სანდომზე დაგპატიჟებ ასევე პოცმაც გამოგიგზავნა თავისი გემრიელობა. ქეთო როგორ ახარ? ქეთი როგორ მოგმართო?
როგორც თქვენ გნებთ. რაღაცა ის კეთი ვისაც ხეს სუმოფერებით კეთოს ვეძახი ხოლმე. როგორც ასეთი TikTok-ის ვეს და კეთი. კეთი მითხარი პირველ რიგში მადლობა მობრძანებისათვის. ეს არის ჩვენთვის ექსკლუზივი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ შენ ანებივრებ სატელევიზიო გადაცემებს სტუმრობაში არსად არ დადიხარ და ჩვენთან მოხვედი და ძალიან გვიხარია. ხა მითხარი რა შვები როგორ ხარ? თქვენთან რომ მოვხდი, მინდა აღვნიშნო, ძალიან გადასარევად გრძნობ თავს, პირველი ჩემი მიმართება ასეთი იქნება. უფრო მაგრა პოზიტიურ ხასიათზე დავდექი, რადგან შევხვდი ძალიან საზოგადო ცნობილ პიროვნებებს. ასევე მე მინდა აღვნიშნო თავშივე, რომ ძალიან მიყვარს თაზო. ჩემგან ბევრი გულები. გიორგი, თქვენ ეხლა გაგიცანით. ხედავ რა ვარსკვლავი ხარ? შენ გიცნობს ყველა. თაზოსკა გაგიცანით. კარგი. მოდი დავიწყოთ ახლა გადაცემა და ვიცი რომ თბილისში გადმოხვედი საცხოვრებლად. აი ეს დროებით გადმოხვედი თუ სრულად გადმოხვედი, იმიტომ ხო იყავი კახეთშიც იყავი ხოლმე. დიახ, ანუ ჩემი გადმოსვლა ფუნქციონირებს უფრო და უკავშირდება რას? ჩემი შვილის თემას, რადგან ჩემი ბიჭი ახლა არის 13 წლის, სადაც ცხოვრობს მამასთან ართანაში, ძალიან გონიერი და ნიჭიერი ბავშვია. ეს ართანა კახეთშია. კი, გადაწყვეტილია, ანუ გადაწყვეტილება გვაქვს დედაშვილს მიღებული, თბილისში გქონდეს საცხოვრებელი ფართი, რადგან ჩემ შვილს უნდა გაგრძელება უნივერსიტეტში ჩაბარება თეატრალურ. მე ხარ რამდენი წლის არის? 13 წლის არის. 5 წელში უნდა ის შეიძინო, უფრო მალეც რომ ხო, თუ მალე იქნება უფრო ეს შესაძლებლობა მომეცემა, რომ მალე შევიძენ ბინას, ჩემთვის უფრო უკეთესი იქნება. ხო და ეს შეძენა გინდა თუ როგორც ინტერნეტში ვიცი რომ ითხოვ რომ ერიამ გადმოგცეს. აუ ეგეც კი, ეხლა თუ კი შეძლებ ჩვენი ხელისუფლება და რამე გააჩნიათ და ძალებს აღემატება მათი ეს ყველაფერი, მე არ ვავალდებულებ, თუმცა ნახეთ როგორ არის. ეს არის ბევრი ხალხის მოთხოვნა, როგორც მე გავხდი მთელი ინტერნეტ სივრცე, საქართველოს, ამერიკა და ყველა. ასევე გავხადეთ ბევრი პოპულარული ცნობილი სახე, ისეთი ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ იცნობდნენ და მიიღეს ჩემგან ბეტი სარგებელი, ასე ვინები არიან, შეგიძლია გითხრა? არა, სახილები ახლა საჭირო არ არის, თუმცა მე არ უყურებ მათ ცუდი იმით, რა ვთქვათ რა, შეხედულობა, რადგან ისინი ცდილობდნენ, რომ მეტი ეშოვნათ ჩემგან. შენი დახმარებით, რომ მეტი ფული გაეკეთებინათ. აი ხა TikTok-ში რამდენს ფულს აკეთებ? მე ხა რო ვთქვა, რომ ძალიან ბევრს არა. ადრე მქონდა შემოსავალი. აი რამდენი გამოგდიოდა თვეში? ადრე ვიტყვი, რომ მქონდა შემოსავალი, მინიმუმ იყო 2000 ლარამდე ასული. თვეში. დღეში, ორ დღეში, კი, აბა. დღეში? რატომ დივარ ამ გადაცემაში მე? ციკეტი. დღეს აღამო სამივე ლაივში ვარ. მე ვიცი რომ შეხარ პირველ ადგილზე, იმიტომ რომ 5 წუთის განმავლობაში თუ 5 წამის განმავლობაში ზედიზედ 5 ლომი დაგირტყეს, რომლის ერთი ლომის საბაზრო ღირებულება $300 შეადგენს. მაგრამ მინდა აღვნიშნო ასევე და გამოვეხმაურო მაგამას, რომ ლომი იყოფა TikTok-ის მიაქვს ნახევარი. ნახევარი მიგაქვს შენ. ნაწილი მიგვაქვს ჩვენ, კი ბატონო. დავაი. მაგას ჯობია რომ თუ ადამიანს დახმარება უნდა პირდაპირ მაგარი ეს რა პერიოდი ეს ერთ დღეში 2000 ლარი რო გერიცხებოდა რა პერიოდი გაგრძელდა ეს? ნახეთ როგორ იყო ეს იყო 212,000-იანი გვერდი როცა მქონდა, მე მაშინ მქონდა პოპ თამაშები აწეული, ასევე იყო დაგეგმილი თამაშები, ხშირად 3-3 ჩარტ მე ყველაზე მაგრად, აი ვისთანაც კარგად. აი შენ რო იძახი tap 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 tap. Let's go tap 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 2 3 tap 2 3 let's go. ხო ეგ არის. და მინდა აღვნიშნო გიგსონა. ხო. რომელიც ძალიან მიყვარდა. კაი, მითხარ ახლა ეს პერიოდი რამდენი ხანი გაგრძელდა ეს 2000 ლარიანი შემოსავალი დღიურად? ნაზღო მე გეტყვი, ამას იცი რა გაუკეთეს? გვერდი წაართვეს. ეგ ვიცი და რამდენი ხანი გაგრძელდა? ძალიან დიდხანს არ გაგრძელდა. მე არა, ჩამოიყვე ერთი თვე, ნახოთ 2 თვე საუბრობ, მეტი არა. მე ხათან ნახე, მინდა აღვნიშნო ასევე რომ მე ვიყავი მაშინ ყოფილ მეუღლესთან. რა თქმა უნდა, ეს თანხა წილდებოდა, მიდიოდა ქირაში. უჩა. კი, აბა ყოველი. რა გვარია? ჭაბაშვილი. მამაცაშვილი რატომ ეგო? ჭაბაშვილი, არა. დედოფლის წყაროა. მამაცაშვილი. არა. ანუ ნახე რა ხდებოდა? მამაცაშვილი ვინ არის? ვინ არის მამაცაშვილი? გიორგი. მე მამაცაშვილი. მოკლავ ახლა ხარ გამის. მამაცაშვილია. ეს რო არ დავლიო მე გავგიჟდები.
კაი, ჩვენ ესეთი ფორმატი გვაქვს, თან რაღაცები გვახსენდება, გვეცა შენზე არ არის. მამაჩაშვილი. უჩარი რაგვარი ჭაბაშვილი. ჩავიწერ ჭაბაშვილი. ხო და იმ ჭაბაშვილთან ერთად ქონდა ის კარგი ნახვები? ჩემი უსაყვარლესი უტკბილესი უჩა. ჩემი ლამაზი კეთია, ჩემი ვარსკვლავი, ჩემი სიცოცხლე კეთია. ვაიმე, ჩემი უგემრიელესი ფუნთუშა უჩა. ჩემი უგემრიელესი კეთია. ანუ ნახე რას ვიძახი, ერთთან ხა იყოფოდა და მე კარგად ხედავდით რომ ვიხდიდი თვეში ქირას 600 ლარს. უჩა არიხდი და? აპაპა, ეს აი სინახავდა უჩას, როგორც ვიცი. ყველაფერს შენაკეთებდი. კი ბატონო. და ის მოგროვილით ახლა მე რაც ჩემი ფანებისგან მინდა აი ცოტა ესე სინანულით აღვნიშნავ, როდესაც მე შეკვეთებს უშვებდი და მქონდა ძალიან ბევრი მოთხოვნა იუბილის ისინი რომ მქონდა სიმღერებს ეწერდი. დაბადების დღის ისინი. დაბადების დღე. კი, მაშინ მე მუშაობდი სარემონტო მასალებში. 5000 ლარი მქონდა შეგროვილი და ეს 5000 ლარი ჰაერში გამიფანტა უჩამ. არაფერი. მითხარი, ეს უჩასთან ურთიერთობა რატო დასო? გიღალატა თუ ფულის გამო რო იყო მიხვდი თუ? აი, არც ვაყვედრი, მოდი ასე ვთქვათ, ეხლა ამ ყველაფერს მცოლქმარი ვიყავით, ბუნებრივია. ოფიციალურად იყავით, ხო? არა, ჩვენ ჯვარი არ თაგვიწერია. ხელი მოწერილი ქონდათ? არა. აბა ეგ შეყვარებულებაა, კეთო, რა ცოლქმარი? არა, ცოლქმარი იყო. როგორ შეყვარებულ? თუ ხელი არ გაქვს მოწერილი, ჯვარი არ არის დაწერილი, შეყვარებული. რომელი საუკუნის აღარ ბეჭვი ახლა ზოგი აწეს 10 წლის მერე. შვილო, კანონიერად ესე ითვლება. ჩემი ლამაზი გემრიელი ცოლი, ჩემი ჩასახუთი ცოლი, ჩემი კუკლა ცოლი. ჩემი სიცოცხლე და სიყვარული. არის ხოსთებ მქონდა ხელი მოწერილი და ჯვარიც დაწერილი და იუსტიციაში თუმცა გველოდებოდნენ, რომ ჩვენთვის ყველაფერს აკეთებდნენ უფასოდ და უსასყიდლოდ. იუსტიცია? კი, ბატონო. ანუ ესე გედგათ გვერდში. კი, მე უნდა აღვნიშნო ეს, რა თქმა უნდა. თუმცა არ მოიქცა ეს შესაბამისად. აი რა გააკეთა რის გამოც შენ დაამთავრე? იმიტომ რომ ურთიერთობა კი დაასრულე, მაგრამ მე უჩას მე ძალიან ბევრი განცდები ქონდა. ხანსა წაიქეცი, ხანსა წაიქეცი. კი. ნებადე მე დაძავდეთ ოღონდ. აბიხსენიც რა ხდება აქ ჩემთან? მე რა გითხარ? აუჩი, ტელეფონი გამოვართვი და ლაივი გათიშეთ ხალხნო, ტელეფონი გამოვართვი. არ გავთიშავ, არა. ადიხი კახი და არა. ანუ სვავდა, მაგის ერთადერთი. სასმელი იყო. კი, რომ მაგ ვერ გავაგდებინე ეს სასმელი, თან მე უკვე TikTok-ის მიდან კომენტარებიდან აურია, მომაყენა შეურაცხყოფები. რაც მე ცხოვრებაში მაგისთვის მე გული არ მიტკენია. 24 შვიდზე ერთად ვიყავით და ძალიან თან გამოჩნდა რომ ქეთის მართლა უყვარდა, იმიტომ რომ ოჯახი რო დაენგრათ, ქეთი მაგარ დაიწყო ურთიერთობა არავისთან და უჩას ყავდა ხო მეორე ნახევარი. არ ვიცი მე ახლა მე განსე. იცი რა მითხარი? უჩა მე რამდენი მეუღლეა შენ ცხოვრებაში? მე ოფიციალ. ანუ მესამე მაინც შეყვარებულად. ერთი გენაცვალე ჩემი მხრის აყავდა გორელი. მე ხო ვიცი იქიდან ავარ ქართლი. გორი არა, ქართლიდან ხა ის ახლოს არის ბიჭო. ხეთის რაიონს იძახი შენ და ხან იმას ჩემი მხარია ქართლელია. მეორე ყავდა კახელი, უჩა სადაურიანი. დედოფლის წყარული ეგეც კახელი. ეგეც კახელი. მოკლედ მე რა მითხარი, იცი? ეს უჩას რო დაშურდი, მე ძალიან დიდი ემოციებით იყავი. სულ ცუდად იყავი, სულ გონებას კარგავდი. შენივრად ვარ ახლა, რუსი მართლა გითხრა, რაც მაგას დავშორდი, უფრო ფეხზე წამოვდექი, უფრო ჩემი იმით მივდივარ. ეხლა ნახე გაგატანოთ ვამელიცი უფრო დაგამშვიდო, შეიძლება აღარ გაგახსენდეს უჩა. ვაფშე და საერთოდ არც. მე გონი უჩას ტორეო ჭირდება. უჩასთან ტორეო გავგზავნოთ. უჩას ხდები ბედნიერი უჩა კეთი უჩა კეთი სიყვარული გვაჩვენ ერთი. კაი, რა მითხარი, იცი? აი თბილისში რო ითხოვ ბინას, რატო არ ითხოვ მაგალითად კახეთში ამ ბინას? არა, ნახეთ, გიორგი, გეტყვით ახლა მე ამას თელავი მიყვარს ძალიან. მე ჩემი მშობლი ორი კუთხეა და პირველი ვაყენებ წინ, რა თქმა უნდა, დედაქალაქ ჩემ ქალაქს თელავს. თავისი ხალხით ძალიან პატივსამცემენ იქ მოსახლეობა, მაგრამ თუმცა გარკვეულწილად მე იქ ვერ მოვიდგამ ისეთ ფესვებს, რაც ახლა მე გამოსაჩენი გავხდი საზოგადოებისთვის. მივხვდი? თბილისში ჩემი შვილის გამო არა მარტო, არამედ ჩემი კარიერის გამოც გადმოვედი. აი როგორია პოპულარობა შენ ხარ ძალიან პოპულარული. აი რაში გამოიხატება ეს სირთულე? ჩემი თვალით რო არ მენახა არ დავიჯერებდი. თული. რაში გამოიხატება ეს სირთულე? აბა გითხარი.
ძალიან ბევრი ბულინგის მსხვერპლი ვარ. აი პირდაპირ მინდა აღნიშნო, რომ ძალიან ბევრი შიშები გადავიტანე, ძალიან დიდი შანტაჟები გადავიტანე. სახლის შენ არ გაქვს, მაგარი რაში გაშანტაჟებენ, გოგო? კაციც აღარ აკყავს. ხო, რა ვიცი, აბა ეგ კითხეთ თქვენთან ბულერებს ბატონო გიორგი. რას დააქცევ ყურადღებას, რას დაიქცევ? რო დაბლოკო. ეს ხამაზაძე ციცი რამდენ რაღაცას წერენ. მე არ ვაქცევ ყურადღებას. მახის ქალს ეძახიან ამ გძელი თმის გამო, მაგრამ აი დაგიჭერთ და აი იმას კლინიკაში გადაგიყვანთ და რამდენჯერ აი ღმერთის წინაშე მინდა აღნიშნო რომ იმხელა ფსიქოლოგიური ზეწოლები მოახდინეს რომ არა რა ხო თქვენთან დასამალი რა მაქვს რომ კი რაღაც სიცოცხლეს დავამთავრე. როგორ? ანუ ეს იყო ჩემი დეპრესიული მდგომარეობა. უბრალოდ ვამელისი, კეთო, ვამელის. ვამელის ვამელის გატა. ესე იგი ბულერებს და ახალოს არ უნდა მოიყვანო მაგათი კომენტარები. რა მითხარ იცი? აი ხა მაინტერესებს ყველა რო გიცნობს, არა მარტო საქართველოს ქეთათოფურია უყურებდა შენ ვიდეოს ბოლზაბოლს. პუტინმა რო ვადი დაურტყა? ეს ქეთათოფურია მიგიწვია, მართლა იძახდი რომ ქეთათოფურია მიმიწვია. მოსკოვში. დაგირეკა თვითონ თუ SMS-ი მოგწევ? არა, დამირეკა. ბავშვის დაბადების დღე იყო, აქ იყო ჩამოსული თბილისში, თვითონ მესაუბრა. მერე ქეთიმაც ისა იმანაც ხო ჩაწერა მერე ქეთათოფურია მამის ვიდეო რო ნახარო ჩვენ მართლა გელოდებით ქეთიო და ჩამოდი მოსკოვშიო ქეთათოფურია უმაღლესი მომღერალი დამირეკა და მელაპარაკა ქეთი ჩამოგზავდი მოსკოვში და ყველანაირად გვერდში დაგიდგებითო შენს და უჩასაცო და აქ გააგზავნეთ თქვენი კარიერაო ფეხზე გვიდგა მთელი ფეხზე დგავართ გელოდებით და რატო არ წახვედი მერე ბავშვსაც დატოვოს არა დროებით ხო შეიძლება ჩასულიყავ დაბადების დღეს ქეთასთან გართობილიყავ და წამოსულიყავი ბავშვი ვერ დავტოვე და მithom ეხა მინდა აღნიშნო გიორგი რომ ჩემი კარიერას რატო მინდა რომ ავიწიო რომ ჩემი ბიჭის რეპუტაციის მინდა რომ ჩემი შვილი იყოს აი ყველანაირად კომფორტულად ეს კარიერა ანუ აი ჩემგან მიიღოს მოდი ასე ვიტყვი და მეტი სარგებელი ლუკამ რა თქმა უნდა მეტი ფული ხო რა თქმა უნდა ფინანსურად მეტი შემოსავალი ხო მითხარით პუტინმა ვარდები დაურტყაო გოგოებო პატარებო პრანჭიკელებო ვისაც წონა გაწუხებთ ჩვენს ლაივში ღამის ეთერში ჩაერთეთ ხოლმე ვლადიმერ პუტინმა ვარდი რუსეთმა რა ვლადიმერ პუტინმა ვარდი დაარტყა ლუკას სიცოცხლეს ვიცავარ პუტინი გვიყურებს ლაივში და მომწერეს წეღან კრემლიდან იყურებიანო აუ ჩემი აუ ეხა არ მინდა ამაზე საუბარი პუტინი კი იმდენი ვიღაცა ურტყავს ბიჭო უკან გადავარდები და ეს ნუსაბუზალაძის კონცერტი ხარაგაულში თქვენ რო ერთად უნდა გქონდათ კონცერტი ეგ რო გავრცელდა ხაშურში ხაშურში ხო ხარაგაული მერე ერთნაირად ხაშური ხარაგაული ვიცი ეგ რამდენად მართალი იყო ვერ გეტყვი ანუ შენ თქვი უარი ანუ ნუცა დატოვე სიმღერის გარეშე არა და ბავშვი როგორ წვალობს ამერიკა მოიარა ხარ კაი გოგოა ძა ისე გინდა დუეტი ვინმე ცნობილ მომღერალთან ვისთან ანუ თქვენ მანდილოსას გულისხმობთ თუ ორივე ჯერ დავიწყოთ მანდილოსნებიდან სამი ქალი ქართველი ქალი ან უცხოელი შეგიძლია თქვა ვისთან გინდა დუეტი ქართველთან ვიტყვი კაი ვინ თქვი სამი სამი ვთქვა სამი ქართველი ქალი ოკეი ინო ჩხეიძე ეს ჩვენი პადრუგაა და ვეტყვით აი flexible ჩემი ფავორიტია ნინო ჩხეიძე ეგ ერთი ანდრი ჯოხაძე არა ჯერ ქალები ის კაცია კალი მივაყოლო აუ კალი ვიღამი კიდე ლელა წურწომია ხო ლელა წურწომია თავისთავად მოიτε ნუ ეხმარება ადამიანს თვითონ და თქვა მოდი მე ასე ვიტყვი ჯერ მე პირველ რიგში მოვიხსენიებ ლელას როგორც დედოფლად გალბატონი ლელა მიყვარს მისი რეპერტუარები და მისი სიმღერები ჩემთვის არის მიღებული ძალიან ისე ლელას არ შემოუთავზავია რამე დუეტი შენთან რა ვიცი იმდენი მამული ჩაწყვეტს ეგ ბლოკავს ყველას რო არ ლელას წინ ეგ ისეთი ოხერია რო ჩვენი დაგბლოკა შენ და მესამე ქალი რუსა მორჩილაძე რუსა მორჩილაძე კომპოზიტორი შენ ხარ ქეთი ქეთის მეკითხები შენ რატო ეტენები მე მინდა ვისთან იმღეროს რუსა მორჩილაძე არა მღერის გააჩუნდი ერთი კაი რუსა მორჩილაძე კაი ეხა კაცებში გადავიდეთ ერთი არის ანდრი ჯოხაძე როგორც თქვი კარგი მომღერალია კიდე ორი მეორე მინდა გია სურაბელაშვილთან იმიტომ მე ძალიან ჩვენი მეგობარი აი ტიპაჟურად თქვენ ერთი სტილი გაქვთ სიმღერის კი აი და მესამე
ეგრე გიჭირთ ამ ქართულ მომღერლებში მესამე საჩი? არა, ხომ დავარჩიე ხო, ვინ არ მიჭირს, მაგრამ ხომ დავარჩიე, ვინ იქნება ვისთან უფრო დუეტში. აი ვინ უფრო, აი მაინც? როლექსი გიკეთია? ხო, როლექსია. ვიმე გაჩუქა? რა? საათ, ის ხო ძვირიანია. ვიყიდე. ვირას გაჩუქებს? აჩუქეს და არის ნაგე მე. არც TikTok-ი მაქვს და და მესამე? მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, თამაზ ელიზბარაშვილი, ой, ზაღლებია. მოდი იყოს ის მერაბ სეფაშვილი. მერაბ სეფაშვილი. გარკვეული. ეხა მითხარი, რომ იღვიძებ შენი დილა როგორ იწყება, როდესაც იცი რომ გარეთ რომ გამოხვალ, ყველა სუნდა შენთან სურათის გადაღება, ავტოგრაფი. კი. აი როგორ არის შენი დილა, როგორ იწყება? ჩემი დილა მე გამოვტივარ ძალიან, აი გეტყვით უბრალოდ, მე სიმართლეს ვაღიარებ. არც ველი რომ მე ხალხი ესე მომიგებება, ამდენი ხალხს მოუნდება ჩემთან ფოტოები, ასეთი ემოციას გამოხატავს მოსახლეობა, მანქანებს გააჩერებენ. აი ძალიან დიდი ხდება რა ხალხისგან მინდა აღვნიშნო რომ ჩემთვის არის ეს შოკი. პანიკა. 15 წლის ასაკი მომცა მამაკაცმა. და რა მითხრა, მე რო ოჯახი არ მყავდეს, ცოლად მიგიყვანდიო. ეგრევე გავშლი. ტაქსში გავქვავდი. მთელი თელავი მიგაქრო და დიხარო. იმის თანა გახდი უკეო. ერთადერთი კბილებიღა მინდა. კეთი, თბილისში უფრო გაფასებენ თუ თელავში? ეხა აქ მე რაც ვნახე, ხალხი გადაჭდა. ჩემთვის შოკი და პანიკა. ხო, აი ჩემი თვალებიდან არა მოდის, აქ გააჩერა ის რა ქვია, სპორტ სასახლეზე რო გადმოვიდა, ერთი 50 ადამიანი მიესალმა კეთი როგორ ახარ შე, ყველა მიცოდა ვინ იყო. ერთი მანქანიდან იძახი თუ ბევრი მანქანიდან იძახი? არა, მანქანიდან სანამ ჩვენთან მოვიდა 50 მეტრში ერთი 100 კაცი კეთი. ისე ერთი ავტობუსი გაჩერდა ხალხი გაჩამო. თელავში როგორ ხარის? თელავიც ფეხზე მიდგა. აი კიდე რომელი ქალაქი მიდგაც ფეხზე? ამერიკა, ნიუ-იორკი. ვარსკვლავი გახსნეს. მარტსად? არა, გაქვთ ეგ ვიდეო? თოიმი არა. გააკნა, მითხარი სად გახსნეს ვარსკვლავი? ნიუ-იორკი, როგორც ვიცი. ნიუ-იორკში სად? თვითონ Times Square-ზე თუ სად? ნუ არა, ხა ვიდეოა რა, ადრე გახსნეს და ეხლა. ვიდეო ჩაუწესო კეთი ეგიდუნაშვილის ვარსკვლავი და ხადეს და ბევრია გიო ისიცი ყველა რეგიონში იცი როგორ ხვდებია, სადაც კიდე რო შენს გაგიხსნა? და ასევე მინდა. აღარ 15 ლარი გიყიდე. აჭარა ბათუმი, რომელიც მართლა აი ძალიან მაგარ ემოციას გამოხატავს რომ ჩავიდე. ეს არის აჭარა. კეთი ხა მე დაგისვა ერთ კითხვას. ახლა შენ TikTok-ებს რო უყურებ, მღერი ხარ, ცეკვავ, შენ რო ჯექსონზე ცეკვავ, მე ვფიქრობ რომ თბილისში ეგე ჯექსონს ვერავინ არ ცეკვავს და აი ეს კოსტუმები, შენი გარეგნობა გინდა სასცენო, ეხლა ყოველდღიური ვთქვათ, აი ვინმე ზრუნავს, სატყიდულობ, შენ თვითონ არჩევ, ფანტასტიკურად რო გამოიყურებენ. მე თვითონ ზრუნავ და მე თვითონ ვიცვლი ყველა. რა ქორეოგრაფიული გაქვს დასრულებული რაღაცა ცეკვის? შენი ბუნებრივი ნიჭია ეს. სიმღერას ხო ბუნებრივი თვითონ? სიმღერა? კი, ჩემი. როგორ ისწავლე სიმღერა? გალობდი ტაძარში და მე შეულებრივ მღეროდი და ეს ნოტები ვისწავლეო მარტო? ეს ნოტები როგორ ისწავლე? ნოტები, უბრალოდ ეხლა დო რე მი ფა სოლ ლა სი დო ეგ ვიცოდი, ეხლა მივედი მუსიკალურ სკოლაში და ის რაღაცა პერიოდი 1.5 თვე თუ 1 თვე გავიარე. დანარჩენი ავითვისე. რამეზე უკრავ თუ არა? პიანინოზე. ხო. რა მითხარ იცი? ხშირად იძახი რა უყურებთ კიდევ თუ შეკვეთებია სიმღერების. და აი რას უკეთავენ ყველაზე მეტად? რომელ სიმღერას ეკეთებ? რომელ სიმღერას უკეთავენ? კი ბატონო, ჯერ პირველი დავიწყოთ იუბილის დაბადების დღის მიწვლის სიმღერები, შემდეგ არის კიდე. აი რომელია ხო და რა სიმღერებია ეს კონკრეტულად? ახალისებს ეს ზიანით არის Happy Birthday to You, რა ვიცი ხო სხვადასხვა ისე არის. სამი ენაზე მღერის. რუსულ ენაზე კიდე Happy Birthday to You არის ერთი. გვახალისებს ეს ზიანით არის და მესამე? რუსული ალბათ. რუსული ნომერ ზენია. აჰა. და რამდენი სიხდიან ამაში? ნუ იყო ახლა რაღაცა თანხები მაშინ გადახდილი 50 ლარიდან იწყებოდა. მინიმალური ორი და ყველაზე მაქსიმალური რამდენი? ხო, ანუ ყოფილად დაბალიც მე არა ვარ სტავკიური, მოდი ესე გეტყვი. თვითონ რასაც მოსახლეობა ჩარიცხავდა მე იმაზე მივდივარ. და ის რა იყო, რაღაცა ვნახე რომ დედა ვერ აძინებდა ბავშვს და შენ სიმღერაზე დააძინა. კი ბატონო, ეგ არის რეალობა. გეხვეწები რა გვიმღერე, ეგ რა სიმღერაა? რა ვიცი, რა სიმღერა იყო? ისა მოიცა როგორ იყო? ანუ ვერ მივხვდი, ბავშვი აიძინებდა და თუ მაგრამ სულ არციოდა თეთრიცი დამფიდრები კამფეტები წვიოდა. მერე დაბლები რა კაი გაქვს? ხო. შენ დაბალში მღერი თუ მაღალში უფრო? გაჩნია სიმღერა. აი თამადაც მომღერალია სხვათა შორის, ხო? და შენც.
მე რა ხა მე მაგრამ მე ხა ქეთის როგორი ხმაც მოდი ერთად ვიმღეროთ ქეთი იქ სიმღერა როგორ მო გარეთოდა მაგრამ სულ არ ციოდა თეთრი ციდან ფიფის ნაცვლად კამფეტები წვიოდა და ამაზე დაიძინა ბავშვმა კი ბატონო რამდენი წლის იყო ბავშვი არ ვიცი ეხა ეს 2 წლის წინ უკან მოხდა და ეხლა მაგას გავეკიდე ქეთი ასევე არის ძალიან კარგი მზარეული კი ბატონო ერთი გამაგებინე დედა შენი რატო არ გაცდის ხოლმე რომ საჭმელი დავიდან ბოლომდე გააკეთო ანუ ალბათ უნდა რომ მანაც გამოეჩინოს ინიციატივა და თვითონაც მე მაქვს ანახი რა მაგრა აკეთებს სოკოს და კიდე ქათამს რო იმით რო ჭრიდა ხო რაღაცას ცდილობ რომ მიყვარს ზარეულობა მიყვარს ოჯახის საქმე და რა ვიცი და ეს უთანხმოებები რატო გაქვს შემუდმივად რაც ინტერნეტში ვნახულობთ ხოლმე სულ რაღაცა ის არის ხან გემუქრებიან ხან შენემუქრები ხან ისე რა ხდება რატოა ეს მე არა ნახე მე არავის არ ვემუქრები არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის არ ვლანძღავ ულტრაკონაჩალნიკები ხართ სხვა არაფერი არ ახართ არაფერს არ წარმომიდგენთ მარტო ენები გაქვთ გრძელი მეტრიანი შენ ამასთან დაპირისპირება ხელს არ მოგცემს არაკაცო კლიავო კინძო და ფოთოლო პირიქით ვცდილობ იყო კომუნალური ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს და კარგი მეგობრული ინსტინქტი თუმცა ეგენი სიტყვას იჭერენ ხო როგორც კი მე რაღაცა პატარა შემეშლება უკვე ასმაგად შიფრავენ და თავიანთი ის ლანძღვა ის გინება ის შეურაცხადი სიტყვები და ამდენი შანტაჟი დამოქრებები კიდე ხო ხდება ერთხელ მახსოვს კიდე ნერვები მოგეშალა შენს იმაზე განათლებას და რაღაცას და შენ ანახე ხალხს რომ შენ თელავის რაღაცა მაღალი ფაკულტეტი ქონა დამთავრებული ხო რაღაც კი მე იურიდიული მაქვს დამთავრებული ეს უმაღლესი განათლების კი და ისა დიპლომი სადღაც 1 წელში ვეღარ ავიღე რომ მამა გარდამეცვალა ეთ რა მითხარი აი ამ ბავშვის ამბავს შვილის ამბავზე მაინტერესებს გავრცელებული ამბით არის რომ მამა არ გაჩვენებს ბავშვს არა ტყუილია ეგა შაბათობით ჩავდივარ და ვნახულობ როგორც გადაწყვეტილება შენ რატო არ ცხოვრობს ბავშვი ბინა უნდა მქონდეს მე რომ შაბათკვირა მაინც რომ წამოვიდეს ბავშვი ბებიასთან ერთად დავუშვათ ეხლა თუ თვითონ მაინც ეხლა სასწავლო მართლაც გადაწყვეტილებაში არ წერია მე имас ვეთანხმები რა თქმა უნდა მაშინ თუმცა შეცვლა შეგვიძლია და ბებიასთან რო იცხოვროს ბავშვმა ეს გასარჩივრდეს და ხო და მაგას არ აკეთებს მაგას ვიძახი მე რა ვიცი ვერ მოვიყვანე ჩემამდე ბავშვს უნდა შენს მშობლებთან ცხოვრება ვერ მოვიყვანე აი ბავშვი არ ვიცი რა მე რაც მეცრემნი და დაჟე შეიძლება ჩვენმა მაყურებელმა გიო კიდე არის ის ქეთის ძალიან თურთული ცხოვრება აქვს გავლილი და ერთი ის იყო რესტორანში მუშაობდი ხო ეგრეა მე მუშაობდი იმაში ბანკში და ეხლა თბილისშია ჩამოსული სამსახურს ეძებ ხო ეგრეა ეხლა ჩამოსული ხარ სამსახური ჩამოსული ვარ და სამსახურს ვეძებ კაი იცი რა მითხარი აი TikTok-ობის გარდა ეხლა სამსახურს ეძებ კი მაგრამ ძირითადი შემოსავალი მაინც TikTok-ია ხო ეხლა ჩვენ რო ეს ბლოგერები და შოუმენები ვართ რაც გასაპორტებს მოსახლეობა ჩვენც ვართობთ ასევე ანალოგიურად და ირასაკეთებ ამ TikTok-ში აი თამაშის მღერი ვარ ცეკვავ რა ვიცი ვართობ საზოგადოებას ეს რომელ რაღაცა ქვეყნებში მაქვს მოწვევებიო სიმღერაზე კი მაგაზი არ მკითხო მაგრამ ერთი ვიტყვი იუმორისტულად რომ სამალიოთ იაბოისა როგორ? მეშინია. უჩასთან აპირებ თუ არა შერიგებას? არა, გამოიწყო. ეხლა გადავიდეთ ბომბა. რო შეგარიგოთ? არა, გავიქცევი აქედან. რო შემოვიყვანოთ? არა, გავიქცევი. კაი, მოვიყვანეთ. არა, შეცვლელია ეხლა არ არსებობს. ეგ არ არსებობს. არა, მოვიყვანეთ. ავდგები ეხლა. არა, კეთი გეხუმრება. რა, უჩა? არა, ხუმრობ, კაი. კაი, ეხლა გული არ წაგივიდეს აქ. ეს გულის წასვლები გამაგებინე, როგორ მიგდის ეს გული ყველგან? სიყვარულით დეგენერატო, ვიღაცა რო ძალიან გიყვარს, გული მიგდის. არა, ვინ არ მიყვარს? არა, დამთავრდა, любовнету. როგორ მიგდის ეს გული? ანუ რამდენი ვიდეოა, ხან ქუჩაში ხარ წაქცეული, ხან რაღაც ლაივის დროს მიგდის, ხან სასტრაფოსთან, რა ხდება? წნევის პრობლემები გაქვს თუ რა? კი ბატონო, წნევა მეცემა და როცა მოდის ძლიერი ემოცია და ხალხის შემოსევა. ლანცვა, გინება. და რაო, ექიმა რაო? არაფერი, უბრალოდ წნევა მეცემა, მაგრამ სტრესები არ შეიძლება. ანუ ემოციური ხარო ზედმეტათო და მაგითო გემართება ეგეთი რაღაცებიო? კი, მაგრამ შეიძლება მომენტალურად ყველაფერიც დამთავრდეს. ბარემ რადგან სასიყვარულო ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ, კიდე შენ გიშლიდან ნერვებს, რომ შენ და ვაკო შორის რა ურთიერთობა არის? მეგობრობა. ვაკო ვინ არის? რაღაცა ვითომ აბრალებდნენ რომ ქეთი ეფლიტავებოდა ვაკოს. ნო. ხო. ერთი ბიჭი გამაგიჟება, ყვარი ჩემი შეყვარებული მეთქები იქით და ვაკეთილებთან.
უჩას გავშევდი ვაკომ ვიყავთ მეთქი სულ გამოვაქრიავე რაღაც შემზე მოვატყურე სხვაზე გეთქვა რა ბედია გვაყოსო მოგოს რა ბედია ხო მაშ ვასპორიში მოგრეთ რატო გეკითხებით ახლა ამას რა ჩვენ სანამ შენ მოგიწოდით სტუმრად ჩვენი ჩათები არსებობს და იქ ხო წერთ ხოლმე რომ აი ვინ გინდა სტუმრად და ნუ ყველა ითხოვდა შენ თავს რომ აი ქეთი მოიყვანეთ ჩვენ ვიძახთ რომ აი ქეთი ხა ძალიან გადატვირთულია სუმღერის ძალიან რთული არის მისი გრაფიკში მორგება რა იმიტომ რომ შენ გადატვირთული გრაფიკა ყველა მამაკაცებს აინტერესებდათ ქეთის გული თავისუფალი არის თუ არა არის თავისუფალია ახლა ახალი ურთიერთობისთვის მზად ხარ ნუ ცხოვრებაში არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მე ჯერ ჩემს შვილის. არა, შვილი ხო გავიგეთ, მაგრამ პირად ურთიერთობაში მზად ხარ? ნუ არ ვიცი მე, ნახოთ. ქეთი, ერთი ადამიანი მეგონი ძალიან უყარხარ ხო, გაიოზი სასტუმროში რო შემოგიბარდა რო გაუში. ეგ ვინ არის ეგ ადამიანი? ეგ თიული, ეგ მეგობარია ჩემი, ეგ ჩვენ დადგმა დრამა გავაკეთეთ. მე მეგონა უყარდი და სასტუმროში შემოგიბარდა. არა, კი უყარდი, მაგრამ ვერ მიიღო ჩემგან დამაკმაყოფილებელი პასუხი. შენ რა უთხარი? რა პასუხი, რა უნდა შენგან? უნდა და ეხა ჩემთან ურთიერთობა ნორმალური წესიერი. უჩას შემდეგ და ამან უთხრა რომ არაო რა. ეს სექსუალური კავშირი თუ რაზეა საუბარი? ჩვენ სიყვარულზე თემაზე ხან ვინ დამირეკა გაიოზეს უყარხარო და ხან ვინ დამირეკა მაგისიან, მაგრამ მე არ მივეცი უფლება რომ ჩვენ სიახლოვეს მოსულიყო. შესაძლოა. მე ხა თბილისში ვარ აგერ ჩამოსული და ბინის ამბებს დავდევ. ანუ დინამ დაისიაო? არა, მე ჩემი საქმეზე ვარ, მერიაში უნდა გავიდე და რაღაცა უნდა მოვაგვარო საქმეები შვილთან დაკავშირებით. მე ჩემი შვილი მაინტერესებს, სხვა არავინ და არაფერი მაინტერესებს. თუ დარეკა მომიკითხე, დამლოცე და მე კარგად გძანდებოდე. მე არავის ინტერესი, მამაკაცების აგრესია მაქვს უკვე არ მაინტერესებს. ჩემი ბიჭი მახატია გულზე და ძალიან აქ თხო. მადლობა რომ დამირეკე და კარგად გძანდებოდე. აი ეს შენი სასურველი მამაკაცი, აი ვთქვათ, ვისანაც მეოთხეთ გადადგავდი ნაბიჯს, რომ შექმნა ურთიერთობა და ნუ გაგიმართლოს, რომ ერთ-ერთი არ გაგიმართლა მეორეში, მესამეში, აი მეოთხე ისეთი რომ გამოდგეს, რომ თბილისში ბინად ვიყიდოს, შვილი წამოგაყვანოს, აი როგორ ადამიანს ეძებ რა, აი ემურჭყონია. ეგ არის რა. როგორ ადამიანს ვეძებ, რა ვიცი, ახლა ეგ ძალიან რთული შეკითხვა არის. ძალიან ეხა ნდობა ძალიან რთულია ადამიანებს ენდო ზოგადად. ფინანსურად ძლიერი კაცი. ანუ თვითონაც ადამიანი უნდა იყოს. არა, ადამიანი გავიგე, მაგრამ ფინანსურად ძლიერი უნდა იყოს. მე ყველა კაც შენი ნახავდი, ხო, ვინ ჩვენს გვერდით იყო? როგორ? ყველა კაც შენი ნახავდი, ვინ ჩვენს გვერდით იყო? არა, გორელი შენი ის იყო, ახლა ის ჩვენს პატიოს გცემდა და აქეთ მახარჯებდა გოგაც და თავისი მამაც, რას იცახე გორში, არა. რატო დაშორდი მაშინ? ეგ გარკვეული მიზეზები აქვს მაგას რა, ბავშვის გამო. ეხლა სამომავლო გიგმები? ბავშვი არ გიჩდებოდათ თუ? არა, ბავშვი. შვილი რო ყავდა. სამომავლო გიგმებში რა გაქვს? ეხლა რომელ ქვეყნებში მიდიხარ? არა, მე საქართველოში მინდა მოვაწერ. არა, გასტროლებზე ვიძახი, მუდმივად კი არა, ანუ აი კონცერტები და რაღაცები გასვლითი. არ ვიცი, გიორგი, ახლა მაგებზე არ ვფიქრობ. არა, ისე შემოთავაზებები არის. ნახე რა მაქვს ჩემ გეგმაში არ გინდა გითხრა, მე უფრო სარეკლამო იმაში მინდა მივიღო მონაწილეობა. სარეკლამო? აი რგოლები რო არის, ანუ ინფლუენსერი გინდა რო გახდე. კი, ანუ მაგის შემოთავაზებები მაქვს, რადგან თანხას ჩარიცხავენ, შენ გაუკეთებ რეკლამას და იმას ის იგივე სარგებელს ნახავს და ასევე მეც სხვათა შორის თამაზას აქვს ხომე კოლაბორაციები ხომე შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ დუეტები ძალიან კარგად გამოსდის კოლაბორაციაში თამაზას აი სადღაც წახვედი თვითონ საყიდლად თვითონ სოლქმარი ხართ აი идеალურად გამოსდის ამას ეგეთი რაღაცები ხო რაღაცა იქ ხედავთ ეხა დუეტში ძალიან კარგი იქნება თქვენი კოლაბორაცია კი ბატონო რა ვიცი თუ ჩვენთვის სასარგებლო თან ისა რაღაცა ისე ხართ მომღერლები ხართ ცნობილი სახეები ხართ ორივე ვარსკვლავი ხართ სარეკლამო ბიზნესში ხართ ისე ხარჯობია ცოტა ესეთი ეფექტური ცეკვა და სიმღერა ჩვენს დუეტში და ჩვენს პონჩი რო გადავიტანოთ აი რაღაცა მაგარი მუსიკა, ეფექტური და მოძრაობები ნახე რა მაგარ ნახვას აიღებს. ოღონდ ის შენ გააკეთებთ ორივე მეტად. შეგიძლია? იცი რა სიმბოლო. მოდი, აბა ცადეთ. გადაცემაში სიმღერა. ბოლოს ცადოთ ეხა ხوارავშვილით გადაცემა. არა, რატო აქ წინ შეგვილია, რატო? რომ ჩვენი ის ზუგა ხო გამოჩდება? კი, გამოჩდება. მაგარი აი აქ და რაღაცა ისეთი ქეთი იმღერებს და თქვენი. მაკარინავის გავაკეთე რა, კემალმა უნდა გაჯობო. ანუ სიმღერა იმღერებს ქეთი და შენ იმოძრავ.
დარარარარა ჭარარარა წავიდა 1 მოიცა დავითვალო მოძრაობა მასწავლი არ ვიცი ხო უნდა გამოძრავდე რა ხო მიხდი ხო პროსტა ეს მე ხეხები აყოლე ხო მე მოძრაობა შეიძლება მეც იგივე გავაკეთებ 1 2 3 na 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 cha 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 na 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 cha 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 na 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 pam pam param pararararam pararara ერთად ხელები მოგიდეთ ერთმანეთს ისე იცექვეთ წავიდა ეხა ერთად გადასვები param param pararararam parararara para na 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 daram bara ეხა ერთი რამე სიმღერა კეთი შეგვისრულე სანამ გახარ ფეხზე ბარე ისეთი რომ მეც სიმღერა შენ სახელს ვარქმევ ამ სიყვარულ შენ სახელს ვარქმევ და ჩემს ირგვლივ ვერავის ვამჩნევ როგორ მიყვარხარ ნურსად ნუწახვალ არაფერი მე არ მინდა სხვა ამ სიყვარულ შენ სახელს ვარქმევ და ჩემს ირგვლივ ვერავის ვამჩნევ როგორ მიყვარხარ ნურსად ნუწახვალ არაფერი მე არ მინდა სხვა შენზე ვოცნებობდი და რამდენ ხანს გელოდი არ მეგონა თაზო თუ ერთმანეთს შეხვდებოდით ნაი ნაი ხამინდა კიდე კაი სიმღერა შენ სახელს ვარქმევ და ჩემს ირგვლივ ვერავის ვამჩნევ როგორ მიყვარხარ ნურსად ნუწახვალ არაფერი მე არ მინდა სხვა გაინგრა აი ჩათოლე გაინგრა კიდე შენი რამე საფირმო სიმღერა რომელია ატმისხეები აჰა კაი დავაი ატმისხები არ ვიცი ოღონდ პროსაბამ ატმისხები უმღერო ხო კაი მაშინ შენ რომელი იცი მითხარი შენ მღეროდი რაღაცას ოეს ეკლესია ბიჭი გოგოს წერილს ასერს არ გაგვიგოს ვინმე მწუდად ნედავიმას ვისაც ესმის სიყვარული საბდაუბდა ერთ სიმღერას მღერის მუდამ სხვა სიმღერა აღარ უნდა პატარა გოგოდა პატარა მთაწმინდა პატარა ჩამინდა პატარა წავიდა ცეკვა რაც ესავა დარდი დაკონესავა ხალი ქნება არც ვიყო ამ ქვეყნადმე ბრავო ყველას ვისაც გაქვთ დაბადების დღე ახალი კოლაბორაცია ქეთი ეგიდუნაშვილი და თამაზა გილოცავთ დაბადების დღეს საერთაშორისო ენაზე დავიწყეთ რა ლამაზი დღეა და რა ნათელი მზე ხიარულობთ ყველა და ვერთობით ჩვენს ოცნებების დღეა და ისევ ერთად ვართ გილოცავთ დაბადების დღეს Happy birthday to you Happy birthday to you დავიდა კეთო Happy birthday Happy birthday Happy birthday to you Bravo ჩვენ მეზობელ ქვეყნის მოსახლეობას თურქებს ეძღვნებათ თურქეთის მოსახლეობას სიმღერა ჩამოგიჯდები მიდი Seviyorum ben seni Seviyorum halen Böyle aşk görmedim ama Affetsene ana Eski günler geçti Sensiz hayat zor geldi Anam yasu
ვენი გულარგდი ულუ თამადამ სენე ოზლიურუ სენე ბენდე კემჩოსოელა კემე ოქჩი ბენი ბოილა ვარემბ ასკ ბუნა ბენზერ სოელა არიურუ სენი ინე Eski günler geçti, sensiz hayat zor geldi, anlamıyorsun. Yeni günler geldi, unutamadım seni, özlüyorum. Bravo! Etrabes ვიტყვი. შემოვედი, ნახე სცენა, თვალები დამიბნელა. შევხვდი მაგარ ბიჭებს ხედავ. იცით რა ხდება? ჩაიწერეთ ახლა. ვაუ! აი იმპროვიზაცია. ნო, აბა მიდი. აი ხა კეტო რა მითხარ, რას ურჩევ თამაზას, აი რო უკეთესი გახდეს ამ გადაცემაში. აი შენი ხამხელა გამოცდილებით. რჩევები რომ მოგცე რა. რა თქმა უნდა რაღაცები შეცვალოს. აი რა. უნდა უფრო იყო მეტად პოზიტიური. ასე ნუ მიყურე. გახსენი ეს სუ გაიხსენი იმ ხიარულე უფრო მეტად გამოხატე შენი ისა რა დახარჯე და უფრო ცეცხლოვანი იყავი ახლა გაიგე აი ეფექტი მიეცი შენ თავს აი თამამი იყავი ახლა ესე შენ რო სიხარ ესე მოდუნებული მე ისე ვერ მოყვები მივხვდი და უფრო იქნება მაგარი ლაკეცის რაღაცა ხო აი რაღაცა ხო ცოტა ისა ლაითად არის ახლა და აი გარეგნობაში და ჩაცმულობაში არა, გაგარიგნობაში ჩაცმულობაში ხა უცხოელია რა, უცხოელის იმაშია ფორმაში ხა ევროპულად არის რო თქვა. აი კიკინა რო უკეთია კაცს. უხდება, ხო? ზეგანთ მაგავიშალე გორება და და მე რა უნდა შევცვალო, აბა მეც რომ მირჩიო. თქვენ კარგად ახართ. აი ძალიან დიდი მადლობა. ყველაფერი მოგწონს იმისი? აი ეს ყველანაირად ჩამოყალიბებულია. ძალიან დიდი მადლობა. იცი რა მითხარ, ხო არაპირებ რამე გადაცემას, მაგალითად ეს სტუდია აქვს მაგალითად და გვანცასთან შეგიძლია ისაუბრო და რაღაცა მე პოდკასტები დაიწყო აქ. რა ვიცი რა დავიწყო, აბა რას ფიქრობთ? არ ვიცი. რა შე როგორ ფიქრობ, შენ წარმოსახვაში? TikTok show ექნება ძალიან მაგარი თუ მოიფიქრა. კაი, ზეხა მითხარი შენი სამომავლო გეგმები რა, ბავშვის ამბავი გავიგეთ, შვილის დაბრუნება გინდა, თბილისში გადმოსვლა საცხოვრებლად გინდა. კიდე რა არის შენი გეგმები? აი ხო გითხარით ეს ხა TikTok-ს უხო არ იქნება რა. ჩვენ არ ვიცით ეხა როდესაც შეიცვლება და სამსახური აუცილებელია ჩემთვის პირველი რაც მე მინდა. და რა მიმართულებით ეძებ? აი შეხა დიდი აუდიტორია გვყავს ჩვენ და შეგიძლია თქვა და შეიძლება ვიღაცა დაგიკავშირდეს. ხო ანუ ჩემთვის არის მთავარი სამსარეულო ჩემი წილი რას ეძებს ეს სადაკარგე. რა დაკარგა? რა მისუდად გავხდი? ფეხზე წაგიჭი. ნეკათიძე უნდა რომ შპილკა გაეკეთებინა ბახა. ფერი დაკარგა. ფერი რატო? ანუ გათეთე და თანაი ერთი ბეწო ჩხილები მაქვს კეთი 41 ფეხი მაქვს ზომა სულ ჩხილებზე გამოგივიდა ესეთი შიშარა აიმე როგორი ტიპი ვარ კიპაში გეტყვი ახლა მე ადამიანებს უყურებ ძალიან ადამიანური მიდგომილი მე ვერ ვიტან ცინიზმს პირდაპირ გეუბნებით სადაც ხედავ რომ იქ ხო იუმორია გართობა თუ ვინმე ჩემ იმას სხვანაირად აღიქვამს მე უკვე იქ აღარ მივდივარ ხო ესეთი ვარ, აი ესეთი. ანუ აი ვიღაცასა თუ მიხვედი, მეორჯერ აღარ მიხვალ. ხო, ანუ თუ შევაწყირო ისინი დამცინია და ჩემ იმას სხვანაირად იყენებენ, ვიდრე სანერვიულო გამიხდეს ეს ამბავი, всё, დავტოვებ უკვე იქაურობას. ხო. მართალია, კი? ხო. ჩვენც ეგრე გავაკეთებდით. კი, ყველა მეგრე უნდა გააკეთოს. იცი კიდე რა კითხვა უნდა დაგისვა, შენ ქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა უჩას დედასთან, ლიასთან, აი თმას რო ჭრიდი. ეგსაც დავიქარი. ხო გითხრა რომ გამოასწორეო მეტყოლების ისო, აი როგორ გისაუბრე? დამაცადე ბიჭო, მასაუბრე. არ გინდა ეხა იმ ლიებზე და ვიღაცებს აი ქარმელა პარაკო. არა სიამოვნოთ იმათ და არა და რაღაცა ვიდეო იყო რომ ლია რო შე რო კარგად მოგმართავს ეხა მარტო იცი რა ჩასვით მაგ პროგრამაში თქვენი და უჩას ურთიერთობა ამ ეტაპზე როგორია და მე ვთქვი რომ გარეთ გელოდება ისევ არ გამაგიჟო და გეუბნებით გული გამიხდება ცუდათა ეგ ეხლა გამიყვანეთ ეხლა აქედან ეხლა შეყრი ქვეყანა კაი გოგო რა გჭირ გასართობი გადაცემა მოდი ეხლა ეგეთ არა ეგეთ რაღაცას ხო არ გაგიკეთებ გავაღებ კარებს თუ გინდა გაჭო არავინ არ გამიყვანი მათ ჩვენ აჰა მოდი
მე მოსეკლა ვიყავ. როგორ შემო გასართობი გადაცემა გქონდა, გეხუმრები რა უკი. არა, არა, ჭანა არა. მოდი გოგო, აჰა, არავინ არა. Просто ეს რეაქციები და რაღაცები ხოიცი. ხო, შოუი. ვამელის რისთვის გაჩუქეთ? ეხა წვიტე მთელი ფირფიტა და ეგ არის. მოდი დაჯექი, მოდი. გამაქიში. ესე აღარ გიყვარს უჩა. კაი, კეთო, მე მგონი ყველა კითხვა დავსვით. მოიწვინე? რო უთხარი რო უჩავნა შემოვიდესო ინერვიულა. აღარ გიყვარს უჩა მართლა? არა, ოდნავი ის არა მაგ ნაპირს. კალი მიჩვენია სხვაზე გადავწყვიტო. როგორ მთელი საქართველოს გულს შემატკივროდით არა და თქვენ? არა უშავს. რაღაცა კაი დუეტი იყავით, მეც მომწონდა. ხო, რაღაცა ისე იყო. აღარ მიყვარს. კაი, მოგეწონა ჩვენ გადაცემაში ყოფნა. ხო, რა ვიცი, კაი, ეხლა რა ვიცი. არა, მართლა გულწრფელად გვაინტერესებს, არ გვეწყინებთ, თუ არ მოგეწონა, გითხარი, არ მოგეწონა. არა, რა სიცახი მშვენიერი ხასიათზე დავდექ, ეს არის იუმორი, ეს არის შოუ და ასე შემდეგ. ძალიან მაგარია. განვიტვირთე. უფრო მეტად კიდე შეუყვარდები ხალხს. ვინც არ გიცნობს, ხო, შეიძლება იყოს ვიღაცა 10 ადამიანი, ისიც გაგიცნო, იმასაც შეუ. გაიხარით. პოზიტიური ხარ ძალიან. ფალიქფარავდეთ. ეხლა ძალიან კაი საჩუქარი მოდის შენთან. კეთი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან გადაცემაში. მართლა ექსკლუზივია, იმიტომ რომ შენ გადაცემებში ესე არ დადიხარ და მე დარწმუნებული ვარ, ამ გადაცემას ექნება ძალიან დიდი ნახვები. დიახ. თუმცა უჩას ვარდი მაინც აიღე. არ არის ეს უჩას ვარდი. არ მინდა მომაშორეთ ეს. არ მინდა შევეშ. კეთი, ჩვენი სპონსორია საფერო, რომელიც არის ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს სახის, თმის და სხეულის მოვლის საშუალებებს, რომელიც არის მაღალი ხარისხის, ასე რომ გემრიელად მოიხმარე ქართული ბრენდის და გაიხარეთ. დიდი მადლობა. ჩემთვის იყო ეს სტუმრობა ძალიან ბედნიერი. მე ვარ ძალიან ბედნიერი თქვენთან რომ მოვხდი, ხართ სასწაულები, საოცრებელი და რა ვიცი. მოდი რამე სიმღერი დავასრულოთ ერთად. რამე ისეთი რომ სამივე ერთად ვიმღეროთ. რა არის შენი ისეთი საფირმო? საფირმო, რა ვიცი. რამე კახეთზე. ხო. თორე შენი მხარია. ვიყარ კბილო კახეთო. დიდო ალაზნის ჭალაო ქვეყანა შემოვიარე ვერ ნახე შენის თანაო ალაზნის ტალღამ გაკურთხა იორმა პირიგბანაო ვერ მოგერია დუშმანი თუმც ბევრჯერ მოგეპარაო ერთიან საქართველოს შეურყეველო ძალაო ეს იყო გადაცემა სარკასტიკა ჩვენი სტუმარი იყო კეთი ეგიდუნაშვილი ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ორშაბათს იგივე დროს იგივე ადგილზე და საინტერესო მომდევნო სტუმართან ერთად ნახვამდის